ფრანკფურტში გაწვიმდა. მოვედი გოეთეს სახლ-მუზეუმში, დიალური ამინდი არის მუზეუმის დასათვალიერებლად. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოეთეს სახლში. იოჰან ვოლფგანგ გოეთე 1759 წლის 28 აგვისტოს ფრანკფურტში, სწორედ ამ ოთახში დაიბადა. გოეთე ამ სახლში ცხოვრობდა 26 წლამდე და სწორედ აქ შექმნა ცნობილი გერმანული ნაწარმოები ფაუსტის პირველი ვერსია. გარდა იმისა, რომ ის მნიშვნელოვანი პოეტი და მწერალი იყო, ის ასევე გატაცებული იყო ხატვით. მან ასევე ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე და თქვენ წარმოიდგინეთ, გოეთე ასევე იყო მეცნიერი. მან შექმნა ფერის თეორია და ყურადღება გაამახვილა ადამიანურ აღქმასა და ემოციების მნიშვნელობაზე ფერთა მიმართ. გოეთე საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა და ამაზე მეტყველებს წითელი ოთახი. გოეთეს მამამ ეს ოთახი ელეგანტურად მოაწყო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როგორიც იყო გოეთეს დის კორნელიას ქორწილი. ამ ოთახში წითელი აბრეშუმის ფარდები სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის. ასევე შტამბეშტავია როკოკოს ჭაღი და ჩინური სტილით მოხატული კედელი. კუთხეში კი სათამაშო მაგიდა, სადაც გოეთეს დედა თამაშობდა ნათესავებთან და მეგობრებთან. ასევე გოეთეს ოჯახში დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებას და ეს ბიბლიოთეკა გოეთეს მამის სამუშაო და სასწავლო ადგილი იყო. ამჯერად ვამზადებ ვლოგს ფრანკფურტზე და უფრო ვრცლად მალე იხილავთ YouTube-ზე. იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვლოგი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. აბა კარგად და ბედნიერ დღეს გისურვებთ.